გერთვებით სტუმართან ერთად ბასა ფოცხიშვილი ამ ღონისძიების რეჟისორია ჩვენი გადაცემის სტუმარი ტრადიციულად. დილამშვიდობის გილოცავთ პირველ რიგში ამ დღეს, რომელიც არის ერთიანობის, ბედნიერების, თავისუფლების, რა ვიცი, ყველაფრის სიმბოლო, დადებითის და პოზიტიურის. შენ ტრადიციულად უკვე მე რამდენი წელი აღარც ვიცი, აი ამ შესანიშნავ არ ვითვლი. ამ შესანიშნავ ღონისძიებას უკეთებ რეჟისურას. რა თქმა უნდა, შენ დიდ გუნდთან ერთად. გითხარი, რას ნიშნავს შენთვის ეს რა ტიპის პასუხისგებლობაა? როდილას შენ 8 საათზე ფეხზე ხარ? 8-ზე არა, 5-ზე ვარ ფეხზე. ჩემთვის ჯარი არის და ზოგადად ეს დღე, აი რაღაც უდიდესი, ჯერ პირველ რიგში მიუხედავად იმისა, რომ ჯართან სენტიმენტები უადგილოა, პირველ რიგში ეს არის ძალიან დიდი სიყვარული. ძალიან დიდი სიყვარული თითოეული ჯარისკაცის. და პატივისცემა, თაყვანისმცემა და აღფრთოვანება ყოველ ჯერზე მათთან მუშაობის. რაც შეეხება წლევანდელ 26 მაისს ეძღვნება ქართლის მოქცევის ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების 1700 წლის თავს და პირველად ხდება ისეთი რომ 12 რეგიონში 12 ადგილას ერთდროულად დებთ ფიც და ისეთი რამ იყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მზადება სანამ პატრიარქი ცოცხალი იყო. მაშინ იყო რომ ლოკაციები და არ იყო სნო. და როდესაც, იმიტომ რომ ტექნიკურად რასაც გავწვდით და როდესაც უკვე პატრიარქმა ფიზიკურად დაგვტოვა, ოღონდ ისე არ გვტოვებს არასოდეს, როდესაც სნო ვთქვი რომ დავამატოთ თქო, არავის არ უთქვამს რომ ან გაგვიჭირდება, ან ვერ შევძლებთ, აუცილებლადო ყველა მერთხმად თქვა. წელს ფიცი იდება, ოცნება იყო ჩემი რომ დამედო ფიცი უშგულში. იმიტომ რომ უშგული არის მართლა საქართველოს მონაპოვარი და მსოფლიოს მონაპოვარიცა შესულია UNESCO-ს World Heritage. ტექნიკურად როგორ მოახერხეთ აი ესეთი მძიმე სამუშაოს გაწევა, იმიტომ რომ იქ საკმაოდ მკაცრი რელიეფია და მკაცრი პირობები. არა მარტო უშგულშია ეხლა ამ ჯერზე მკაცრი პირობები, ძალიან მძიმე პირობებია ფოკაში, სადაც ჩვენი დედები და მამაოები ამდენი წელია სიცივეში, ყინვაში გაუხშოებულ 2200 მეტრის ზღვის დონიდან 2080-ია. არა, ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანია. ცხოვრობენ, მოღვაწეობენ და ნამდვილად და ერთადერთი რაც არის ის რომ ძალიან გული დაგვწყდება ყველას რომ ცუდი ამინდის გამო ბევრ რეგიონში სამწუხაროდ დღეს ცუდი ამინდია რომ თქვენ ვერ ნახოთ ის სილამაზე ვერ დაინახოთ შხარა ვერ დაინახოთ კონჭკათიდან აი სულის შემძვრელი ხედი საქართველოს ნამდვილი დიდებულება და ეხლა სამწუხაროდ ბურუსშია ეს მოცული მაგრამ იმედროთ რომ გაიფანტოს ნისლი ბურუსი ნამდვილად ნისლი გაიფანტოს ოდესღაც ხო გაიფანტება და ისეთი სილამაზეა რომ იმ ნისლშიც აი სხვა სული დგას და ჩანს თქვენ მრავალი წელია რაც ამ ღონისძიებას უდგახართ ესე რეჟისურის მიმართულებით სათავეში ერთგულად. გაიხსენეთ ის პირველი 26 მაისი და ის ემოცია, როდესაც თქვენ პირველად დადგით 26 მაისი, ისე რომ ენახა სრულიად საქართველოს. თუ დამიჯერებთ ყოველ ჯერზე ისევე ვნერვიულობ
ისეთივე მოწიწება მაქვს, ისეთივე სულ ვთხოვ ხოლმე დედებს, რომ მილოცეთ ჩემთვის, რომ კარგად აი ღირსეულად ჩატარდეს ისე, როგორც საქართველოს ეკადრება და როგორც აი ამ ჩვენს საოცარ ჯარისკაცებს. ძალიან დიდი მადლობა, უდიდესი პატივისცემა ჩვენი შენ, იმიტომ რომ ბასა ხშირად აი ასეთ პირობებში, როგორცაც ყვებოდა, ძალიან ავათხდება ხოლმე, იმიტომ რომ ახლაც სიცხიანი დგას, მაგრამ ერთი წუთით ეს ყველაფერი არ შეემჩნევა, არც დღევანდელ დღეს, ისევე როგორც არც ერთ წელს არ შემჩნევია ეს. ძალიან დიდი მადლობა ბასა ამ ყველაფრისთვის, რასაც შენ შენი სამშობლოსთვის აკეთებ. ძალიან დიდი მადლობა იმერტყულებისთვის და სიყვარულისთვის. და იმ ულამაზესი გამოსახულებისთვის და რეჟისურისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ბასაც და თამრიკოც, კი ბატონო. აუცილებლად. თამრიკოს ბაცხიშვილი არის ამ ყველაფრის მხატვარი და მასაც ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრათ. ნამდვილად მთელ დიდ შემოქმედებით გუნდს, რომელიც მუშაობს ამ ულამაზესი დღის, ესე ფანტასტიკური ჩვენებისთვის, რასაც თქვენ ტელემაყურებელი ხედავს ტელეეკრანებში. ჩვენ ამ ჩარტვაში დაგემშვიდობებით და მომავალ ჩარტვებში კიდევ უფრო საინტერესო რესპონდენტებსაც შემოგთავაზებთ.